ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი ჯგუფია, მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე. აღნიშნულს სოციალურ ქსელში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გამოეხმაურა. როგორც ბითაძე წერს, გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა ორი დღეა ეუთოს კონფერენციის პარალელურად დერეფნებში დადიან, მთელ საქართველოს საკუთარ აზრებს ეუთოს გადაწყვეტილება დასაღებენ. მაია ბითაძის განმარტებით, ეს ადამიანები საქართველოს ღალატს ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობენ. ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფია, მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია ავტორიტარულ ნაბიჯებზე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რომელიც აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში და ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებისკენ, მათ შორის იმგვარი კონკრეტული ინსტრუმენტების, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ფინანსურად შეზღუდავს მის რეპრესიულ მანქანას და დააწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს, რომ კორუფციული ფულის გამოყენება არ ხდებოდეს დიქტატურის კონსოლიდაციისთვის საქართველოში.